დილამშვიდობისა საქართველო კლავსი ამოვნებით მოგესალმებით. მადლობა რომ გვისმენთ ახლა უკვე გვიყურებთ კიდეც პლატფორმებზე იმედი.g, MyVideo.g, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ დროს გვერდება მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზით. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ბედნიერი დილა, ბედნიერი დღე, ბედნიერი კვირა. პირველ რიგში ყველას დადებითი განწყობა და ამას გვიმაგრებს კიდევ ამ დადებით განწყობას თვითონ კვირის ენერგეტიკა. მოდი ეს ვთქვათ, იმიტომ რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია 17 რიცხვის ჩათვლით. მოდი ესე ვთქვათ, ხო ივლისის. ამიტომ ეხლა თუ გაქვთ ჩემო კარგებო რაღაცა იდეა, პროექტი, ვისთან ვიღაცასთან აპირებდით შეხვედრას, ან დაუშვათ აი რემონტი გინდათ, ან რაღაცა მანქანის შეძენა, ან რაღაცა მნიშვნელოვანი სხვა პროექტის განხორციელება, ეხლა 17 რიცხვის ჩათვლით. ეხლა ზოგიერთი აქ გაატარებს დროს ისე და 18-დან დაეწყება, როცა იქ პრობლემები დაეწყება, მერე და ეთქვის რატო. ამიტომ ესე ყველას გასაგებად ვამბობ, 18 რიცხვამდე ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, საკითხები, მოლაპარაკებები აწარმოეთ და დაამთავრეთ. იმიტომ რომ ეხლა დაწყებული 18-მდე რაც დაიწყეთ, მაგრამ 18-ის მერე 7-დან გააგრძელეთ. და მორჩა და არა 18-დან დაიწყეთ საზოგადო პრობლემები მოგვეძალება. ეს ერთი. ესე იგი, ისეთ ნიშნებსაც კი ვისაც სირთულეები შეიძლება ქონდეს, მათთვისაც კი პოზიტიურ ენერგოველი აძლევს ძალიან კარგ შანსებს. ეხლა მოდი ამშვიდ კიდევ ამ კვირას რა ახასიათებს მნიშვნელოვანი. იმის გარდა რომ პოზიტიურ ენერგოველია და კარგია, იმიტომ რომ ეს ხელს უწყობს მოლაპარაკებებს, ურთიერთგაგებას, იდეების რეალიზაციას. თან ეხლა ჯერჯერობით რეტროგრადული პლანეტები კი იქნება, ეხლა ნეპტუნის საქმეში ნაკლებად შეგვიშლის ხელს. ეხლა მოდი ამშვიდ რა მნიშვნელოვანი მოვლენები სამი გვაქვს მხოლოდ გეომაგნიტური დღე. ეს იშვიათად ხდება. ძირითადად უფრო მეტია. გეომაგნიტური არის 4 შაბათი, 5 შაბათი, პარასკევი. ეს ნიშნავს რას, რომ ამ დღეებში თქვენ ხედავთ, ამინდის მაინდა-მაინც ჯერ ვერ სტაბილურდა ბოლომდე, იცვლება და ეხლა როცა არის 3 დღე ზედიზედ, ეგ შემთხვევაა თუ ყავთ ხანდაზმულები, ვისაც ან ისეთ ადამიანები, ვისაც აწუხებს გულსიზარვანი სისტემა, წნევა, აი 3 დღე ზედიზედ რომ მოდის, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. რატო? იმიტომ რომ ცოტა რთულია. ერთი დღის ატანა უფრო ადვილია, ვიდრე 3 ზედიზედ რომ მოდის. იქ მეტი სირთულეები, ან მაგალითად თავის ტკივილი გაქვთ, უგონებობა გაქვთ, რაღაც შინაგანი დისკომფორტი, ასე იგი რა უნდა გქნათ? რას ქვია, წამლის პროფილაქტიკა, თუცნავის ამბავია და თუცნავის ამბავია, ასევე ყავა, ზოგიერთ შველის, მაგალითად მე შველის მინდა გითხრათ, იმიტომ რომ გუშინაც კი მივირთვი ყავა, იმიტომ დაბალი მქონდა და 105 მქონდა. აშკარად ძალიან დაბალია შემთვის და ვიგზადი, რომ რაღაც დისკომფორტი მაქვს, თავი ამტკივდა, დავლიო შენერ განწყობას მე მთელი დღე კარგად ვიმუშავე. ამიტომ შემოგარგებო. გვაქვს ახლა ესეთი რაღაცები ხდება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ სათანადო, ესე იგი, ყურადღება დაუთმეთ ამ გეომაგნიტურ დღეებს და პროფილაქტიკა. მეტეაფე, პანიკა არ არის საჭირო. წნევა და მომენტალურად, ესე იგი, ზომები. ეხლა ამის გარდა, რა არის კიდევ მნიშვნელოვანი? დღეს ძველი საქმე თუ გაქვთ რაღაცა, რომელიც რატომღაც არ მიდიოდა, რაღაცა უშლიდა ხელს, დაუშვათ განვითარებაში, აი დღეს შეგვიძლიათ ეს საქმე განავითაროთ ან დაასრულოთ კიდეც. ეხლა რაც შეეხება, მოდი ასე ვთქვათ, შაბათ კვირას მნიშვნელოვანი დღეებია, შაბათ ხო, ხვალ კიდევ ნუიწუწუნებთ პარტნიორ ურთიერთობებში. ეს პარტნიორს ძალიან ცუდად იმოქმედებს მასზე და შეიძლება ძალიან გაღიზიანებელ რეაქცია მოსწოს. ამიტომ წუწუნს ხვალ დაანებეთ ყოველ შემთხვევაში და ეს მოწუწუნე ნიშნებს ეხება პირველ რიგში. რომელია? ნუ მოწუწუნე ნიშნები და რას უყურებია უნდა აღვნიშნოთ ჩვენ პირველ რიგში კირჩხიბი და თევზები. ეს ორი ნიშანი ზოგჯერთ სასწორმად წუწუნი, მოდი ასე ვთქვა და ამიტომ აი მათ პირველ რიგში. ეხლა რაც შეეხება უკვე შაბათ კვირას. აქ მნიშვნელოვანი მოვლენები გვაქვს პირველი. ესე იგი შაბათს ვენერას სიყვარულის და ასევე ფულის მმართველი პლანეტა გადაინაცვლებს უკვე, ნუ მოეც ვთქვა, იქამდე ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება შაბათამდე იგი იქნება ჯერ კიდევ ყუროში. ამიტომ სტაბილურობა, ერთგულება პირად ურთიერთობებში წინა პლანზეა და ქორწინებისთვისაც ძალიან კარგი პერიოდია. მოდი ესეც აღვნიშნოთ. შაბათიდან უკვე ცოტა ყურადღება გმართებს, რატო? იმიტომ რომ ის გადადის ტყუპების ზოდიაქვის თვის ბოლომდე. ნუ ამას თავისი პლუსები აქვს, მინუსები აქვს. რა არის პლუსი? პირად სასწავლო ურთიერთობებში მოემატებს გონება მოხმარება, დახვეწილი იუმორის კარგი ცნობა, სასწაული ფანტაზიები, კომუნიკაბელურობა ძალიან ადვილი, მეტი თავისუფლება, მოდი ეს ვთქვათ, არავინ არ გზღუდავთ, გზნობ თავს თავისუფლად, მგზავრობა, მოგზაურობა, ერთობლივი, საინტერესო ტურისტული ლაშქრობები შეიძლება იყოს, ერთობლივი შემოქმედებითი პროექტები, მუშაობაც კი პირადი ურთიერთობებთან ერთად, ეს ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართება. აქ ანუ შეზღუდვები გაცილებით ნაკლები გექნებათ, მაგრამ
ნეგატივს უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ნეგატივმა შეიძლება ზოგი საერთოდ გამოიყვანოს წონასწორობიდან. რა არის ნეგატიური? ფლირტის ოსტატია, მოგეხსენებათ, ხო? თან უყვარს ფლირტი ამ ნიშანს. ვენა როცა გადადის ამ ნიშანში, ესე იგი ფლირტის სურვილი ხა მეტნაკლებად, რას ვქვილა, მაგრამ ყველაში გაძლიერდება. ეხლა ფლირტი ტყუპებისა, ოღონდ ნუ ჩათვლით, რომ არის რაღაც სერიოზული და რაღაც მნიშვნელოვანი. ეს არის თამაშის მხოლოდ ფორმა. ამიტომ ძალიან სერიოზულად მიუდგებით ამ ფლირტს. და ხა მათაც ვის ფლირტავს, მათ შორის ტყუპები ამის დიდ ოსტატი, ხო? მათაც თხოვროს, ნუ გადაამეტებთ ამ კუთხით, იმიტომ რომ თქვენ არ იცით, თქვენ გვერდით შეიძლება იყოს ძალიან ეჩვიანი ადამიანი. თავარი არ გადააგვიდეთ. ერთი. მეორე, შინაგანი მერყეობა გაურება. რადგან აქ უკვე ტყუპებში შევდივართ, ესე იგი აქ ნიშნავს იმას, რომ დილით შეიძლება ადამიანი იყოს გულხურვალე, მოსიყვარულე, გულგახსნილი და საღამოს უცებ ეს თქვენი პარტნიორი არის რაღაც დისტანციური, საკუთარ ჩაკეტილი, საერთოდ არ ახსოვს ის რაც იყო დილით. აი ესეთი გაურებები ტყუპებისა მოსაოდმელი ამ პერიოდში სიყვარული იღებს უფრო ზედაპირულ ელთერს. ფლირტთან ერთად ცოტა ზედაპირულ ეს სიღრმე რაც პუროს ჰქონდა, ეხლა არა. ეს არ იქნება. კი, თავისუფლება მოდის მეტი, მაგრამ ზედაპირულობაც მოდის მეტი. და აქვე აღნიშნოთ, რომ რადგან ტყუპები შედის სამეულში მატყუარა ნიშნებისა, ესე იგი მოტყუების და ცრუ დაპირებების ტენდენციაც მაღალია. ამიტომ ამ ხრივაც იღავით ცოტა ყურადღები სულ სწრაფობასთან ერთად, რომელიც ასე მოიმატებს, იმიტომ ზოგჯერ ნევროზული მოусვენრობა იქნება ამ პარტნიორ ურთიერთობებში. ესე იგი აქ თავისი პლუსები, აქ თავისი მინუსები, მაგრამ სამაგიეროდ კარგი არის ისთვის, მასმედიისთვის. ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ორგანიზაციების სფერო, მაგალითად, ამ სფეროებში შეიძლება ძალიან ნიშნულოვანი, მათ შორის იგივე თუნდაც ფინანსური წყაროები გამოჩნდეს და რეკლამა მოიმატოს იგივე PR კომპანიებისთვის, სარეკლამო კომპანიებისთვის, საკმაოდ კარგი პერიოდია და ამ ხრო ამას რასკველა თავისი დადებითი ელფერი აქვს. რაც შეეხება კვირა დღეს, კვირას ხდება კიდევ ერთი მშვენი მოვლენაც ის კაბადონზე, ნეპტუნი გადადის რეტროგრადულ ფაზაში. ანუ უკუმავალი ხდება პლანეტა ნეპტუნი თითქმის 10 დეკემბრამდე. ხანგრძლივი პერიოდია. ეხლა ეს რას ნიშნავს? რეტროგრადულობა თქვენ იცით რომ ყოველთვის გვაბრუნებს უკან. ამ შემთხვევაში ნეპტუნი რისკენ გვაბრუნებს. აი მაგალითად თქვენ გქონდათ რწმენა, რომელიც რატომღაც დაკარგეთ. აი ახლა გაქვთ საშუალება რომ დაუბრუნდეთ აი ძველ რწმენას. შეიძლება დაუბრუნდეთ მაგალითად ძველ სულიერ მასწავლებლებს. ანუ უბრალოდ შეულებრივ პედაგოგებს, რომელთაც ადრე დაუშვათ მეცადინეობდით და მე რაღაცა მოხდა, გაწყდა ეს ურთიერთობა, ეხლა შეგიძლიათ ისევ დაბრუნება. შეიძლება ძველი შემოქმედებითი პროექტები გაგახსნათ მათთან დაბრუნება და გარკვევა ანალიზი რატო არ წარიმართა ისე, ან იქნება ახლებური ფორმა მისცეთ განვითარებისა. ძველი საქველმოქმედო პროექტები შეიძლება ასევე ისევ გაახსნათ ზოგიერთ ადამიანს და ჩაერთოს ამ საქველმოქმედო პროექტებში. ყოველ შემთხვევაში აქ დაბრუნება ესეთ სულიერი ელემენტებისადმი არის. შემოქმედებითი კუთხითაც არის, მაგრამ აქ არის მეორე მხარე, რომელსაც ჭირდება ყურადღება. რა არის მეორე მხარე? ზოგიერთი შეიძლება დაუბრუნდეს თავის ნეგატიურ მავნე ჩვევებს და ნეპტუნი რას მართავს? ალკოჰოლურ სასმელებს, ნარკოტიკულ ნაერთებს და ფსიქოტროპულ პრეპარატებს. ანუ ზოგიერთ შეიძლება ისევ გაეხსნას ლტოვა ამ სფეროებისა და გაახსენდეს, რომ რა კარგი იყო ალკოჰოლი ან ნარკოტიკი. აი ამ ხრივაც ცოტა ყურადღებით, რომ აი ეს ნეგატიური არ გაიხსნას ამ შემთხვევაში და აი პოზიტიური გებატონო პოზიტიური რაც მეტად ძველს დაუბრუნდები და გამოასწორებ და ახლებურად წარმართოთ, მეტ უკეთესი, ხო? აი ეს მოვლენები გველოდება ჩვენ ამ კვირაში, მაგრამ მთლიანობაში მაინც კვირა კარგია და ყველას აძლევს მეტნაკლებად შანსებს წარმატების მიღწევისა და ახლა ვნახოთ უკვე სამკეული ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, ვის რა შანსები აქვს, აი დავიწყოთ პირველი ნიშნიდან, ვერძი. მიუხედავად იმისა, რომ ვერძის ერგოტონუსი ახლა კლებულობს, ეს ნიშანი შედარებით ადვილად იღლება, მაგალითად ორი კვირის წინ გაცილებით უფრო ჯანზე იყავით. და ახლა იგივე სამუშაო, რომელსაც აკეთებდით ორი კვირის წინ, უფრო მეტად დაკლით. აი ეს არის სწორედ შრომისმცნორების შემცირება და იმუნიტეტის დაკლება. ეს იწვევს ამას. მაგრამ ახლა რა უნდა ვქნათ? სამაგიეროდ მეგეთქვით, საქმიანი კუთხით ძალიან კარგი პერიოდია. ანუ შანსები წარმატებისა გაქვთ მრავალფეროვანი. მათ შორის ძალიან კარგი პერიოდია, მაგალითად საოჯახო ურთიერთობებისა და კონტაქტებისთვის. აქ შეგიძლიათ მაგალითად სახლში რადიკალურად შეცვალოთ სიტუაცია. არ მარტო სარემონტო ან კოსმეტიკური რემონტის კუთხით, არამედ გაალამაზოთ დიზაინი.
შეიძინოთ დაუშვათ ის საგნები, ან დაუშვათ ლიფტები, ან თუნდაც ავეჯი, რომელიც გინდოდა დიდი ხანია და მოიწყოთ ლამაზი კომფორტული. იყო რაღაც პრობლემები ელექტროტექნიკასთან, სანტექნიკას ვერაგვარებდით, ან არ გეცალოთ. ახლა ამას ყველაფერს მოაწესრიგებთ ჩვენივრად. ზედმეტი პრობლემების გარეშე, სხვა შორის ინიციატორი იქნებით საინტერესო იდეების. ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობაც მეტად ნაყოფიერი იქნება. ამიტომ საქმიანი კუთხით, შემოქმედებითი კუთხით პერიოდი საკმაოდ კარგია. უდაოდ, მაგრამ რა ვყოთ დაბალ ენერგოტონუსს. აი, ერთადერთი გამოსავალია. დრო და დრო დაასვენეთ საკუთარი თავი და გამოვაძინეთ. ეგ არის სულ. ანუ რას ვამბობ მე? არ ამბობ არაფერი არ გაგეთო. პირიქით გეუბნებით დაიღალეთ, ოღონდ არ გადაიღალოთ. აი ეს განსხვავება იპოვეთ. მაშინ კვირა იქნება გადასარევი. რაც შეეხება კუროს, კურო მოდის ჯანზე. ენერგოტონუსი ნელ-ნელა ეწევა ზევით, ანუ ხდება უფრო აქტიური, ენერგიული, რო იტყვი ამ ფრთებს შლის, იმიტომ რომ კარგი შესაძლებლობები უდაოდ აქვს და რაც შეიძლება უნდა იყოს ახლა კომუნიკაციური. რაც შეიძლება მეტი შეხვედრები, მოლაპარაკებები, საინტერესო ადამიანების გაცნობა, ხა შეიძლება კუროს ამის თავიც არ ქონდეს სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ იღლება უკვე და უფრო დასვენებისკენ, მაგრამ ეს ჯანი მაინც აძლევს ამის საშუალებას. რატო? იმიტომ რომ კომუნიკაცია, შეხვედრები, მოგზაურობა ახლა მისთვის მნიშვნელოვანია. რატო? იმიტომ რომ აქ გაიცნობს ძალიან საინტერესო ადამიანებს, რომლისგანაც წამოვა ძალიან საინტერესო იდეები, შეიძლება ახალი წინადადებები, ახალი პერსპექტივები, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა შეიძლება ჩამოყალიბდეს და ეს იქნება მერე დიდი პერსპექტივების მომტანი მათ შორის კარიერული განვითარების კუთხით, ფინანსური კუთხით იქნება ძალიან მომგებიანი. ამიტომ შანსები წარმატების აქ მრავალმხრივი. მგზავრობა გინდათ, მოგზაურობა, შემოქმედებითი მუშაობა, ბიზნეს პროექტებში ჩართვა, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა, აუმჯობესებს ურთიერთობებს დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან. ამიტომ კურო ხდება უფრო მეტად კონტაქტური და უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად სწავლისთვის საუკეთესო პერიოდი. ახლა კუროები როდის აბარებენ გამოცდებს. მშვენივრად შეაბარებენ, რატო? იმიტომ რომ ძალიან კარგი უნარი აქვს ახლა ინფორმაციის მიღების სწრაფად გადახარშვის და სწრაფად გადაცემისა, რაც სწორედ საჭიროა ეს დროს. ამიტომ სწავლა, გამოცდები, ახლა კუროს ყველაფერი გამოუვა ძალიან კარგად. ამიტომ აქტიურად. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია თქვენთვის. ტყუპებს რაც შეეხება. ერთ-ერთი რაც გიშლით აქ ხელს, ეს არის რეალურად თქვენი ორგანიზმი. იმიტომ რომ ჯანმრთელობა და სუსტება და ცოტა იმუნიტეტი კლებულობს, აი ეს არის ერთ-ერთი ხელისშემშლება. ანუ შედარებით ადვილად იღლებით. წინა პერიოდისგან განსხვავებით. ეს არის სულ. სხვა მხრივ პერიოდი ძალიან კარგია. მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შანსები, პერსპექტივები უდავოდ გაქვთ და არაერთი და ძალიან კარგი. უბრალოდ ახლა გაითვალისწინეთ, რომ დაღლა კი, გადაღლა არა. თქვენ გაქვთ შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის უნარი. შეგიძლიათ ფინანსური კუთხითაც ბიზნეს პროექტებში ჩაერთოთ. ძალიან კარგი PR კომპანიები აწარმოოთ. აქ შეიძლება მაგალითად იმოგზაუროთ, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. ანუ ბევრი შესაძლებლობები გაქვთ იმისა, რომ მაგალითად ახალი იდეების რეალიზაციაც შეიძლება. თქვენ შეიძლება იყოთ ინიციატორი საინტერესო იდეებისა, შეხვედრებისა, ღონისძიებებისა და ეს ერთგვარად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს, აქტიურად ჩაერთვებით საზოგადოებრივ საქმიანობაში, რაც კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს თქვენს პოპულარიზაციას. ამიტომ საქმიანი კუთხით შემოქმედებითი პირადული კუთხით საკმაოდ კარგი პერიოდი. ერთ-ერთი რაც გიშლით ხელს, ცოტა დაბალი ერგოტონუსი. ეს არის სულ, ამიტომ ესე იგი რა უნდა ვქნათ ისევ ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი. ნუ გადაღლით. ეს არის ერთ-ერთი რაც გიშლით ხელს. სხვა მხრივ აქტიურად და იმოქმედეთ შეძლების ფარგლებში ორგანიზმისა. მაშინ იქნება გაცილებით წარმატებული. ეხლა ვინ არის მთავარი ფავორიტი, რასაკვირველია კერჩხების ზოდიაქო? მზე ახლა კერჩხებშია, გამარჯვების პლანეტა კერჩხებშია, მფარველი ანგელოზი კერჩხებშია, ეხლა თქვენი დროა. კერჩხებებო, დიდხანს ელოდით და მიაწექით. არა გაქვთ ახლა უფლება გაჩერების, ეგ დაუშვათ, ახლა ზოგიერთ სხვა ჩვენს ემართება ესეთი რამ. კარგად არის ჯანზია, შენ გაწყობა, დავიდეთ ერთი ვიქეიფო დროა და რა დრო საქმეა და არა რა. შემოგარგებ დროს ტარება და ქეიფი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ეხლა როცა თქვენ გაქვთ ვარსკვლავური დრო, პირველ რიგში ეხლა დაუთმეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, საქმეებს, რომელიც არ გამოდიოდა ან ხელისშემშელი ფაქტორი, ეხლა ყველაფერი გამოდით. სასამართლო პროცესი გქონდათ, ცუდად მიდიოდა საქმე, ანიჭებოდა, ეხლა წავა გადასარევოთ. და დამთავრდება თქვენ სასარგებლოდ. ამასთან ერთად რაღაც მნიშვნელოვანი იურიდიული საკითხები, გადასარევად შეიძლება გაწყვეტოთ, ინტუიცია გაქვთ ზემძლავრი, მასზე დაყრდნობით ზუსტად იცით, რა უნდა გააკეთოთ, ვის რა უნდა უთხრათ. და აბსოლუტურად რო თქვენ 10-ში არ ხავთ. ფინანსური კუთხითაც წარმატების შანსები გაქვთ ძალიან მაღალი. ეს შემოქმედებითი კუთხით შეიძლება შედევრები შეიქმნას თქვენს მიერ. ამიტომ ეხლა არ არის იმის დრო, რომ ხელგულდაკრეფილი დაждდეთ და აფერი არ აკეთოთ. პირიქით, და ის პრინციპი არ ქონდეთ, მე წამოვწვევი და დამეყრება ზევიდან. აფერი არ გეყრებათ.
აქტიური მოქმედება ამას ითხოვს თქვენგან სამყარო, პოზიტიური განწყობა, რაც შეიძლება მეტი მოძრაობა, დინამიკა, ნაცნობობა, ხალხი, ურთიერთობა, საინტერესო პროექტების გაცვლა, რეალიზაცია. ეს გასაჭიროება თქვენ ქორწინებისთვისაც გადასავალი პერიოდია, სიყვარულისთვისაც მშვენიერი პერიოდი, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, ერთ-ორად აწევთ თქვენს ავტორიტეტს. ამიტომ ყველა მხრივ, ყველაზე მაღალი იღბლიანობა გაქვთ თქვენ. ამიტომ ახლა მეტი რაღა უნდა ვთქვათ, იაქტიუროთ. ყველაზე დიდი შანსები გაქვთ 17 რიცხვის ჩათვლით თქვენი დროა. ეხლა რაც შეეხება უკვე ლომებს. ლომებს მოდი ესე ვთქვათ, ერთ-ერთი პრობლემა აქვს აქ ჯანმრთელობა. იმიტომ რომ სუსტდება იმუნიტეტი, მაგრამ საქმიანი კუთხით გადასავლელი პერიოდია. მინდა გითხრათ. ამიტომ ესე იგი რა მოგეთხოვებათ? პირველი გამოძინება და ცოტა დასვენება, როგორც კი ამის საშუალება მოგეცემოთ, იმიტომ რომ საქმე გექნებათ საკმაოდ ბევრი. ეს გაითვალისწინეთ და საკმაოდ კარგადაც წავა. მაგრამ ამისთვის ჭირდებათ, რომ საღი აზროვნება გქონდეთ, ამიტომ ცოტა დაასვენოთ თავი. ერთი და მეორე გახსოვდეთ, რომ ნელ-ნელა ძლიერდება ფარუმტერთა ჭორების ინტრიგების ტენდენცია. ესე იგი რა უნდა ვქნათ მეორე? ენას კბილი დავაჭიროთ. საიდუმლო დავიცვათ. აი ეს ორი ფაქტორი, რასაც კოსმოსი ითხოვს თქვენგან. ცოტა გაჩუმებას თუ რაღაც ახალი იდეა, პროექტი, რაღაც მნიშვნელოვანი პარტნიორი და ზედმეტად ჯერ ვილაპარაკებ. ჯერ დაეწყეთ და მე ვილაპარაკეთ, ხო? და მეორე გავფრთხილდით ჯანმრთელობას. სხვა მხრივ, პროექტების რეალიზაცია შეიძლება, ხელშეკრულებების დადებაც კარგად წავა, მოლაპარაკებაც მშვენივრად წარმართება, შეიძლება მოხდეს საყოველთაო ყურადღების ცენტრშიც კიდე ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობაც გადასარევად წარმართოს. ფინანსურადაც შეიძლება გაიმართოს წელს შორის. ამიტომ საქმიანი კუთხით პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერია. ერთადერთი აი ეს ორი სფერო ითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას. რაც შეეხება ქალწულებს, ეხლა დააბარეთ რაც გინდათ ქალწულს. ყველაფერს გააკეთებს არნახულად კარგად. საერთოდ ესეთ ნიშანია პასუხისმგებლობა მაღალი აქვს, მაგრამ ეხლა ყველაფერი გამოსდეს. თან იღბალი აქვს მაღალი, შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, მოთმენება, შეუპოვრობა. ეს ნიშანი საკმაოდ აიმაღლებს ავტორიტეტს როგორც საზოგადოებაში, ასევე ხელმძღვანელ პირებში, კოლეგებთან მიმართებაში და რეფორმების დრო. ჩემო კარგებო, მეტი სიახლეები შედმა, შეიცვალეთ ცოტა ვარსკვლილობა, შეცვალეთ ცოტა წესი დაუშვათ თქვენ თუნდაც ჩაცმულობისა თუნდაც რაღაცა სიახლეები სიომ დაუბეროთ ცოტა სიახლეებისა თქვენ ცხოვრებაში, თორემ გასაგებია რომ კონსერვატორული ნიშანი ხართ, მაგრამ ეხლა სიახლეების დროა. რაც შეიძლება მეტი მეგობრული კონტაქტებით, რომ მეგობართა თანადგომა აქ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ახალი მეგობრული წრე შეიძლება ჩამოყალიბდეს და უფრო მეტიც აქ რაც მეტად სპონტანურად იმოქმედებ და არასტანდარტულად, არა ისე მაგით როგორც თქვენ იცით. და რაღაც სიახლე შემოიტანოთ თქვენს მეთოდოლოგიაში თუნდაც მუშაობის. ესე წარმატების მომტანი იქნება და ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტები, როგორც წარმატების ერთ-ერთი საწინდარი. სასტორს რაც შეეხება ერგოტონუსი დაბალი აქვს, ამიტომ ჯანმრთელობას გავაფრთხილდი და ნუ გადაიღლებით, ერთადერთი რაც თქვენ აქ მოგეთხოვებათ, სამაგიეროდ ძალიან კარგი კვირა პროფესიონალური წინსვლისთვის. შეიძლება მაგათად კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიაროთ. შეიძლება რაღაც შეამჩნიონ ხელმძღვანელ პირებმა, რომ თქვენ რაღაც საინტერესოდ ახორციელებთ ამ თუ იმ პროექტს და შეიძლება ამასთან დაკავშირებით ახალი წინადადებები მიიღოთ. მოულოდნელი საინტერესო სიტუაციების წინაშე აღმოჩნდეთ, როგორც ჯგუფები, ასევე თქვენ სასტორები, თქვენ უნდა იყოთ მზად მოულოდნელი ცვლილებებისთვის. ანუ ადეკვატურობა მოვლენების ცვლილებებისადმი ბევრად განსაზღვრავს თქვენს წარმატებას ამ პერიოდში. და რაც თეორია გაქვთ საშუალება, რომ აქ მიიღოთ ახალი წინადადება, ახალი თანამდებობა, პროფესიონალურად და კარიერულად წახვიდეთ წინ, ახალი პერსპექტივები გაჩნდეს. ოღონდ მოგეთხოვებათ რა? ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მოთმინება, მიზანსწრაფვა. ამ თვისებების გამოვლენის შემთხვევაში გაცილებით მეტად წაყოლწინ. მორიელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, მეორე ფავორიტი ამ პერიოდისა და ამიტომ ინტუიცია გზენდგრადი და ძლიერი, მიზიდულობა შარმი საკმაოდ მაღალი, ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, უშიშარია, მებრძოლია, ბევრი რამ გამოსდის. ძალიან მნიშვნელოვანი აქ ამ პერიოდში მისთვის მგზავრობა, მოგზაურობა, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების დროა. ამიტომ ჩემო კარგებო, გინდათ უცხოენების ათვისება, გინდოდათ, აი ახლა საუკეთესო დროა უცხოეთთან მივლინება, კონტაქტი, ან უნდა ისე მგზავრობა. ზუსტად იმ ადგილას მოხვდებით, ზუსტად იმ ადამიანთან, რომელთაც მე შეიძლება ძალიან საინტერესო პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება რომანტიკული კავშირებიც კი განვითარდეს. ამიტომ უცხოეთთან კონტაქტი უნდა იყოს აქტიური, როდეს არ შეიძლება მაინც იქ უნდა წახვიდეთ. შეიძლება აქაც იყოს. მაგალითად, აქ მუშაობთ უცხოურ ფირმაში, მეტი წარმატებები და მეტი პერსპექტივები გამოჩნდება. აქ შეიძლება უცხოურმა ფირმამ შემოგთავაზოთ ერთობლივი თანამშრომლობა, რაც იქნება ასე მოგებიანი და ფრეა წარმატებული. ვიმეორებ, პარტნიორული თანამშრომლობა ძალიან აქ შეიძლება ზოგიერთ ისეთი პარტნიორი გამოჩნდეს, რომელიც ძალიან საინტერესო წინადადებებით შემოვა და სერიოზულ ტრანსფორმაციას შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად აქტიურად გამვლოთ უკვე ეს პერიოდი. ფინანსური კუთხითაც ყველა სხვა მხრივ მას აქვს ძალიან კარგი შანსები.
შვილოსანს რაც შეეხება ერთ-ერთი აქ ისევ ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს ერთი, როგორც ლომთან მიმართებაში და მეორე პრობლემაც თქვენ გაქვთ როგორც ლომს. ენაზე კბილის დაჭერა, საიდუმლოს დაცვა, არ გათქვა. აი ეს ორი პარამეტრი თუ იქნება შენარჩუნებული, კვირა იქნება საკმაოდ კარგი, იმიტომ რომ ხელს უწყობს შემოქმედებით მის პარტნიორულ თანამშრომლობას, აქ შეიძლება რაღაც საინტერესო ბიზნეს ან კომერციული ან სხვა სახის პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, რაც ფინანსურადაც იქნება მომგებიანი, ხელს შეუწყობს არაერთი თქვენი იდეის რეალიზაციას და თქვენს კარიერულ წინსვლას. რაც შეეხება უკეთ ხის შრომის უნარიანი ნებისმიერი მომთმენია შეუპოვარებთ როგორც უსი აშკარად მათულობს შესაძლებლობები პოზიტიური უდაოდ აქვს როგორც სასიყვარულო თერბების კუთხით ქორწინების კუთხით შემოქმედებითი მუშაობის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ფინანსურ მდგომარეობასაც აუმჯობესებს და სხვა შორის პარტნიორული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია გინდათ ბიზნეს გინდათ პირადი ურთიერთობა რაც უფრო მდგრადია მით უმეტად მიდიხარ წინ ქორწინებისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ისე როგორც შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოსავლენად. რაც შეეხება ახლა ისეთ ნიშანს, როგორც არის მერწყული. მერწყულის ენერგოტონუსი დაბალი, მაგრამ მომდროულად თუ თქვენ გქონდათ რაღაც პრობლემები ჯანმრთელობასთან, აი ახლა გამოჯანმრთელდებით ან მოიყვანთ წესრიგში ორგანიზმს. აუხრებ ძალიან კარგია. რაც შეიძლება კარგი ურთიერთობა უნდა შენარჩუნოთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, ის ბევრად განსაზღვრავს თქვენს შემდგომ პროფესიონალურ წინსვლას, თუმცა საქმიანი კუთხით, გინდათ კომერციული საქმიანობის კუთხე იყოს, გინდათ შემოქმედებითი, პერიოდი უდაოდ კარგია. ერთ-ერთი რაც გესაჭიროება, ცოტა მეტი დასვენება. აღდგენა, მიეცეთ საშუალება აღდგენისა ორგანიზმს. დახარჯული ენერგიისა. აი, მაშინ იქნებით გასაწევთ, იმიტომ რომ ვიმეორებ, მერწყულისთვის კატეგორიულად იგზალება უძილობა. მაშინ არის ისეთი გაბრუებული და ისეთ ელემენტარულ შეცდომებს უშვებს, რომ საკუთარ თავს არ გავს. სხვა ნიშანი ფრადულად იტანს უძილობას, როშიც ყუროა კიდე მეორე, მაგრამ პირველი არის მერწყული. ამიტომ გამოიძინეთ დაასვენეთ ორგანიზმი და მაშინ ნახეთ რა კარგად წავა არაერთი საკითხი და ძალიან სხვა შორის დაალაგდებით. რო იტყვია რა დაალაგებთ თქვენ ცხოვრებას, თქვენ საზრებს და თქვენ ურთიერთობებს ამ კვირაში. რაც შეეხება თევზებს, თევზებო სიყვარულის დროა. საუკეთესო დროა ქორწინებისთვის, სასიყვარულო რომანტიკული კავშირებისთვის, არ გეშინიათ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისა. აქ ცვლილებებსაც ადვილად იღებთ. აქ შეიძლება გამოჩნდეს ესეთი მანდილოსანი თქვენ ცხოვრებაში, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს ტრანსფორმაციას. შემოიტანს ახალ იდეებს, შეიძლება ახალი ნაცნობობაც კი შექმნას და ამ ნაცნობობამ მერე გამოიწვევს რომანტიკული კავშირები და ახალი შეყვარება და შეიძლება ეს ოჯახითაც კი დამთავრდეს, მინდა ესე გითხრათ. ინტუიცია, ზემძლავრი, შემოქმედებითი ნიჭი, გადასარევი, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებლობა გეძლევა და ოჯახის კი შეიძლება შეიტანოს ძალიან კარგი ცვლილებები. საუკეთესო დროა შვილებთან ურთიერთობისათვის და ამავდროულად როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი ერთიორად აიმაღლებთ თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში. ესე იგი თევზებს ეშველათ, როგორც ვატყობ. კი, ფავორიტი. კარგად გრძნობენ ხო თავს და იმედი დავიტოვოთ, რომ დანარჩენ ნიშნებსაც გამოადგებათ ის ინფორმაცია, რომელიც ლიანობაში კარგი კვირაა. გადასარევი კვირა ყოფილა და გამოვიტანოთ მაქსიმალურად. მადლობა. წარმატებები ყველას. მადლობა ჩვენს მსმენელს და მაყურებლებს. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ეს ინფორმაცია და შეგაიარაღეთ. ახლა თქვენ იცით როგორ გამოიყენებთ მას. დაგემშვიდობებით ამ ფორმატში. ჩვენ ერთმანეთს მომდევნო ორ შაბათს შევხვდებით.